მაშინ როდესაც ათეულობით ახალგაზრდა ბიძინა ივანიშვილს გამოკეტილი ყავს თავის საპყრობილეში, მაშინ როდესაც პოლიტპატიმრები გამოკეტილი ყავს საპყრობილეში, საუბარი იმაზე რომ უნდა შევიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში იგივე წესები, რომელ წესებსაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის თავის მოტყუება და მეტი არაფერი რას ნიშნავს ერთიანი კანდიდატი რა, ერთიანი კანდიდატი რომ გვეყოლება, მაშინ ქართული ოცნება ვერ გააყალბებს, ვერ დააშინებს მოქალაქეებს, ვერ მოისყიდავს, ვერ ჩაიდეს ათობით და ათეულობით დანაშაულს, ისეც როგორც მან ჩაიდინა წინა არჩევნებში. ამას ვერ გააკეთებს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ერთიანი კანდიდატი გვეყოლება თუ ცალ-ცალკე გავართ ამ არჩევნებზე? ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს იმას, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში ამ არჩევნებმა, ბოლო არჩევნებმა. ჩვენ დაგვანახა რომ არაპირებს არჩევნების გზით არსად წასვლას და პირიქით უფრო მეტი აპირებს რომ რაღაცნაირად თუ ჩვენ ამ პროცესში შევალთ ლეგიტიმაციაში, ასე თქვა, ლეგიტიმური გავხადოთ საპარლამენტო არჩევნები, ვინ უნდა დანიშნოს, ან რომელ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ნიშნავს, მთავრობა რომელიც თავიდან ბოლომდე არალეგიტიმურია და ერთი მხრივ ჩვენ თუ ვამბობთ რომ მთავრობა არის არალეგიტიმური და მეორე მხრივ ვიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას, ნიშნავს რომ ქართულ ოცნებას ბჭყალებში უправებთ ყველაფერს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბრძოლის ხაზი დღეს გადის ქუჩაში, ბრძოლას ის რომ ჩვენ არჩევნებში არ გვინდა მონაწილეობის მიღება, ეს იმას არ ნიშნავს რომ ბრძოლას ვწყვეტთ, მაგრამ ეს ბრძოლა არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მოედანზე, არ უნდა იყოს იქ სადაც ძალიან კარგად გრძნობს თავს და არ უნდა იყოს იქ სადაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს და ყველაფერი იკადროს. უნდა იყოს ბრძოლა იქ, სადაც მას მოუწევს უკან დახევა და არა საარჩევნო უბნებზე, სადაც ეყოლება თავისი ზონდერ ბრიგადები, დანიშნული ეგრეთ წოდებული ნეიტრალური წევრები, რომელსაც არაფერი არ კავშირი არ აქვს ნეიტრალურ წევრობასთან, ეყოლებათ, რა ვიცი, 1000 უბედურება ექნებათ მოგონებული, ისე როგორც გააკეთეს ეს წინა არჩევნებზე და შემდეგ უნდა გამოვიდეთ და რა უნდა ვთქვათ, კიდევ უნდა ვთქვათ, რომ გაგვიხო წინასწარ ხო ვიცით, რომ ესენი გააყალბებენ ამ არჩევნებს და თუ არჩევნებს გააყალბებენ კი არა, საერთოდ არ ჩაატარებენ. დაიწერენ იმას, რისი დაწერაც უნდათ და ჩვენ რატომ უნდა მივიღოთ ამ აქტარაკი მონაწილეობა. თუ კი ლელო და გახარია ვთქვათ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თქვენს გარეშე, ეს ხომ არ დააზიანებს მაგალითად საპროტესტო პროცესს იმ კუთხით რომ გამოვა რომ ორი ოპოზიციური პარტია იღებს მონაწილეობას და ერთგვარად ლეგიტიმურს ხდიან არჩევნებს, ასეთი მოსაზრებაც ხო არსებობს? როდესაც ჩვენ საუბრობთ არჩევნების ბოიკოტზე, რა თქმა უნდა, ბოიკოტს აზრი და მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ეს ბოიკოტი და ერთიანობა აქვს, ეს ბოიკოტს არის როდესაც ერთიანად ხდება ეს ბოიკოტი და ყველა პოლიტიკური პარტია იაზრებს იმას, თუ რეალურად ვინ დგას დღეს ხელისუფლების სათავეში, რა საფრთხების წინაშე დგას ეს ქვეყანა, თუ ეს ერთიანობა დაირღვევა, ბუნებრივია, საფრთხის წინაშე დგავართ, ბუნებრივია ეს ადამიანები, ეს პოლიტიკური პარტიები ლეგიტიმაციას მისცემს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ალბათ ისინი არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში, გადახედავენ ამ მათ შეხედულებას, პრაქტიკულად განწირულები არიან. აი რა უნდა გააკეთოს ახლა თუნდაც ერთმა ან მეორე პარტიამ იმისათვის, რომ ქართულ ოცნებასთან აი ამ პირობებში ჩვენ ხო არ საუბრობთ დემოკრატიულ პროცესებში არ გვინდა შესვლა, ამას ხო არ ჩვენ ვამბობთ იმ დანაშაულებრივ მექანიზმებს ვერ გაუმკლავდება, პრაქტიკულად საზვერეების გავლა უწევს იქ მოქალაქეებს და ისე უწევს თქმის მიცემა. გარდა ამისა, უამრავი ჩვენ არ გვაქვს ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ დღეს ბევრი დრო და უამრავი მექანიზმია გაყალბების ქართულ ოცნებას, დევნის, შანტაჟის, მუქარის. ჩვენ ვხედავთ, რომ გამოკეტილი ყავთ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც განსხვავებული აზრი გამოთქვა. მე თქვენი კოლეგები, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო გამოსვლებს, დააჯარიმეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. პოლიტიკოსები დააპატიმრეს იმისთვის, რომ არ მოეწონათ რაღაცა ბიძინა ივანიშვილს და წულუკიანს რაღაცა არ მოეწონა. ადამიანებს დევნიან, ქუჩიდან იტაცებენ, არ ვიცი, ყველაფერს კადრულობენ, შანტაჟის და ზეწოლის არნახულ, ასე თქვა, პიქს მიაღწია ქართულ ოცნებამ და იქ სადაც აქ როგორ ვიცავთ ჩვენს ამომრჩევლებს, ასეთი ზეწოლის და ასეთი შანტაჟის დროს საინტერესოა როგორ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს, როდესაც ჩვენ თვითონ დაუცველები ვართ, ადამიანები, რომლებიც საჯარო განცხადებებს ვაკეთებთ, რომლებიც ვცდილობთ, რომ ყველაფერი ღია გავხადოთ მათი მოქმედება, ჩვენ გვებძვიან, ჩვენ გვიპირისპირდებიან და მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის დაცვას, ამომრჩეველი როგორ უნდა დავიცვათ, იქმისული ამომრჩევლები. ამაზე ძალიან კარგი იქნება, თუ ერთი ან მეორე პარტიის წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას და ამის შემდეგ, რა ვიცი, მათი პოზიციები ძალიან საინტერესო იქნება, როგორ აპირებენ ამ გაყალბების და დანაშაულებრივი ქმედებების, მთლიანად ამ დიდი ჯაჭვის პირობებში ამომრჩევლებს
არჩევნების დაცვას, ხმის დაცვას და სასურველი შედეგის დადებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რო იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, ან ისეთი არჩევნები რო იყოს, რომელიც 2 თუ 3 არჩევნების უკან ჩაუტარებია ბიზნესში, მაშინ კიდე ასე გათავხედებულები ესენი არ იყვნენ და რაღაცა სახეს ინარჩუნებდნენ, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. დღეს აბსოლუტურად ნახოთ ყობახიძის და დინარაძის და თუნდაც პაპუაშვილის განცხადებები ვნახოთ როგორია, კალაძის განცხადებები ვნახოთ როგორია. ისინი ამბობენ რომ უნდა გადავხედოთ ამერიკასთან ურთიერთობას, უნდა გადაიხედოს. ამბობდნენ რომ ანგარიშ გასაწევია ჩინეთი და ანგარიშ გასაწევია ირანი. ისინი მართავენ ვიზიტებს ამ ასე თქვათ სახელმწიფოს და ქვეყნების წარმომადგენლებთან. პრაქტიკულად არ დარჩა დასავლეთში ადამიანი, ვინც ხელს ჩამოართმევს და ეტყვის რომ თქვენ ლეგიტიმურები ხართ. აი ასეთ პირობებში ჩვენ ვინაა იმის გარანტი, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ნორმალურ დემოკრატიულ პირობებში, საერთოდ კომიკურია, ხო, ამაზე საუბარი. ამიტომ სწორედ ამიტომ ვამბობ, თორე თუ იქნება, ჩვენ ხო არ ვიცით არჩევნებამდე რა მოხდება, თუ შეიცვლება ეს წინაპირობა, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, მაგრამ ამოცემულობაში არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს პირველი ლეგიტიმაციის მიღებას, მიცემას და მეორე თავის მოტყვილებას. რომ ამ პირობებში რაღაცა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს.